ეგ უნდა ვთქვათ, რომ 23000 იყო ნაციონალური მოძრაობის ბოლო პერიოდში პატიმართა რაოდენობასაც შეეხება და შემდგომ იყო 8-10000 ადამიანი, რომელიც პატიმარს გამოუშვა ეს ხალხი. კი ბატონო, 8 ბოლო პერიოდში ეს არის 12000 პატიმარი. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ გადაასწრებს ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელს, იმიტომ რომ 23000 ალბათ არ გვეყოლება არასდროს, თუმცა სხვა ნიშნულები, რასაც გვაჩვენებს, ეს არის რომ იზრდება აი იმ ჯავრდებულთა რაოდენობა. რას ნიშნავს ეს? მაგალითად 2025 წლის მონაცემებით ჯავრდებული, ანუ ვინც გასამართლა და გამწვდა, ის ადამიანები, მათ შეიძლება შეეფარდათ პატიმრობა, თავისუფლ სახყვეთას, შეიძლება მათთან პირობითი ჯავრი დაედოთ სასჯელად ან ჯარიმა. ვინც გასამართლეს და ბრალი დაასდეს და აი ნულოვანი ტოლერანტობის მაჩვენებელს ეს ამით გადაასწრო 2007-2008 წლის მაჩვენებელსაც ეს ას ნიშნავს. ხო შეიძლება ვიღაცის ძალიან ისეთი მაჩვენებელი არა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი პოლიცია, პროკურატურა იგივენაირად მუშაობს, უბრალოდ, ანუ იგივენაირად კაცად, ხისტად მუშაობს, უბრალოდ შემდგომ უკვე სასამართლო შეიძლება წყვეტდეს, რომ და პროკურატურასთან ერთად რომ ყველა ციხეში არ გაუშვას. ამ ეტაპზე ეს გაწყვეტილება მიღებული. თუმცა ამასთანავე, როცა ვამბობთ, რომ იზრდება დაკავებულთა და პატიმართა რაოდენობა, აქაც ძალიან ცხადია, რომ თავისივე ქართული ოცნების ხელისუფლების მონაცემებით დღეს არის 11900-ზე ცოტა მეტი პატიმარი, ადგილები ციხეებში არის 12350.